რუსული კანონის წინააღმდეგ შეტანილ საკონსტიტუციო სარჩელზე უარს ამბობს ქართული ოცნების პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილმა. უარი თქვა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის საკონსტიტუციო სარჩელზე, რომელიც სწორედ ეგრეთ წოდებული უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის გაუქმებას ეხებოდა. ყაველაშვილი განცხადებას ავრცელებს, სადაც ის ამბობს, რომ კანონი ეფუძნება გამჭვირვალობას და ანგარიშვალდებულებას, რაც ხელს უწყობს სახელმწიფოს ეროვნული სუვერენიტეტის დაცვას და ქვეყნის სტაბილურ განვითარებას. რა გამოხმაურება მოჰყვა ყაველაშვილის ამ გადაწყვეტილებას? სოფო ვარდიაშვილი გვერდდება ახლა დეტალებით პირდაპირ ეთერში. პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ ყაველაშვილის გადაწყვეტილება არ გაჰკვირვებიათ ამ სარჩელების წარმოდგენებს, მაგალითად პრეზიდენტ ზურაბიშვილის სარჩელს წარმოადგენდა სასამართლოში ეკა ბესელია, ასევე სარჩელი ჰქონდათ შეტანილი საკონსტიტუციო სასამართლოში არასამთავრობო ორგანიზაციებს, 120-ზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაცია აწერდა ხელს ამ სარჩელს, ასევე მაშინდელი დეპუტატებს ჰქონდათ სარჩელი შეტანილი და მედია ორგანიზაციების წარმომადგენლებს. ჩვენ რამ ვესაუბრეთ ზოგიერთ მათგანს, ისინი ამბობენ, რომ ეს გადაწყვეტილება რა თქმა უნდა არ არის გასაკვირი, იმიტომ რომ მიხეილ ყაველაშვილი მთლიანად ქართული ოცნების პოლიტიკას ატარებს და ის კლავს ყველა დამოუკიდებლობის ნებისმიერ ელემენტს, რაც უნდა ჰქონდეს წესით პრეზიდენტის ინსტიტუციას. გარდა ამისა, ამ სარჩელების წარმოდგენებს აქვთ ეჭვი, რომ მიხეილ ყაველაშვილის გაპრეზიდენტებას სალომე ზურაბიშვილის ვადის ამოწურვას ელოდებოდა საკონსტიტუციო სასამართლოც და იმიტომ გააჭიანურა ამ სარჩელების განხილვა. ჩვენ ვნახეთ, რომ გასული წლის ზაფხულში საკონსტიტუციო სასამართლომ ამ მოსარჩელების შუამდგომლობაზე იმსჯელა, კერძოდ იმას, რომ ამ რუსული კანონის შესახებ განხილვების დასრულებამდე ამ კანონის მოქმედება შეჩერებული იყო. ეს არ დააკმაყოფილა საკონსტიტუციო სასამართლომ, მხოლოდ განიხილა ეს შუამდგომლობა. ახლა კი უკვე უნდა დაწყებულიყო ამის შემდეგ არსებითი განხილვა ამ სარჩელების, თუმცა საკონსტიტუციო სასამართლომ ეს პროცესი გააჭიანურა და ახლა ამ სარჩელების წარმოდგენები ეჭვობენ, რომ სწორედ ამას ემსახურებოდა ეს გაჭიანურება, რომ მიხეილ ყაველაშვილი რომ გამხდარიყო პრეზიდენტი და მას შეძლებოდა ამ გადაწყვეტილების მიღება, რომ საერთოდ გაეუქმებინა პრეზიდენტის სახელით შესული სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში. თუმცა ახლა პრეზიდენტ ზურაბიშვილის წარმომადგენელი იმედოვნებს, რომ ამ სარჩელების განხილვა მაინც გაგრძელდება, რადგან რამდენიმე სარჩელი იყო შეტანილი რუსული კანონის წინააღმდეგ საკონსტიტუციაში, როგორც გითხარით, პრეზიდენტ ზურაბიშვილის გარდა ეს სარჩელები ეკუთვნოდა არასამთავრობო ორგანიზაციებს, დეპუტატებს და ასევე მედია ორგანიზაციების წარმომადგენლებს, ამიტომ ახლა იმედოვნებენ, რომ დანარჩენი სარჩელების განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოში უკვე დაიწყება. ჩვენ შუამდგომლობა დავაყენეთ, რომ შეჩერებულიყო ამ კანონის მოქმედება, რაზეც საკონსტიტუციო სასამართლომ მხოლოდ შუამდგომლობაზე იმშელა და არ შეაჩერა და შემდგომ განხილვა გადადო ესე განუსაზღვრელი ვადით. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი დიდი ნებათაღელვა იყო ამ რუსული კანონის გამო. როგორც ჩანს და ეს გამოჩნდა აშკარად, რომ ელოდებოდა ყაველაშვილის გადაწყვეტილებას, რომ გამოეხმო უკან კონსტიტუციური სარჩელი. სასამართლოს უნდა ესმოდეს, რომ მათი პასუხისგებლობა დღეს რაც ხდება ქვეყანაში, მათი პასუხისგებლობა, რომ თავის დროზე არ განიხილეს პრეზიდენტის სარჩელი არჩევნების კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით, ამ კანონის კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით და ის რაც დღეს ქუჩებში ხდება, ის პოლიტიკური კრიზისი რაც ხდება, მათ შორის კონსტიტუციური კრიზისი, ეს საკონსტიტუციო სასამართლოს პასუხისგებლობა და მთლიანობაში ქართული ოცნების. მოლოდინი არ არსებობდა იმისა, რომ მიხეილ ყაველაშვილი ამ პროცესში სათანადოდ ჩაერთვებოდა და ბოლომდე მიიყვანდა, თუმცა ეს მისი მხრიდან ეს ნაბიჯიც აჩვენებს იმას, რომ ის არ არის დამოუკიდებელი, რა თქმა უნდა, ქართული ოცნებისგან და რა თქმა უნდა ის სრულად იზიარებს და ეთანხმება იმ სულისკვეთებას, რომელიც ამ რუსულ კანონთან დაკავშირებით არსებობს, რა საწინააღმდეგო სტანდარტებსაც ნირგავს. შესაბამისად, ფაქტობრივად მიუხედავად იმისა, რომ თავად საკონსტიტუციო სასამართლოს მხრიდანაც არ არსებობდა იმის მოლოდინი, რომ ამ სარჩელს ობიექტურად და სრულყოფილად განიხილავდა, ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ ყველა აქტორს გამოეყენებინა ის ბერკეტი, რომელიც საკონსტიტუციაში სასამართლოში გასაჩივრების სახით აქვს.
პრეზიდენტი ყაველაშვილი და ასევე საკონსტიტუციო სასამართლო რომ ქართული ოცნების დაკვეთას ასრულებს, ამის ეჭვს ჩვენ რესპონდენტებს კიდევ უფრო უმყარებს ის, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ არ განიხილა პრეზიდენტ ზურაბიშვილის მიერ წარდგენილი სარჩელი არჩევნების კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით, ანუ პრეზიდენტი ზურაბიშვილი დაობდა იმას, რომ დარღვევებით ჩატარდა ეს არჩევნები, ამიტომ ახლა სამოქალაქო საზოგადოებაში ამბობენ, რომ პრეზიდენტის ინსტიტუცია, რომელიც სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტობის დროს იყო ერთადერთი ბოლო დამოუკიდებელი ინსტიტუცია ქართული ოცნების მმართველობის პირობებში, ახლა ამ ინსტიტუციის დამოუკიდებლობასაც ქართული ოცნება მიხეილ ყაველაშვილის ხელით კლავს.